ღამე მშვიდობის. ეხლა ვფიქრობდი, როგორ მოგესალმოთ თქო, ყველაზე კარგი ვარიანტია ღამე მშვიდობის, იმიტომ რომ ღამეა. დილას ვერ ვახერხებ, მაშინ ძალიან ადრე უნდა ავდგე. ანუ მოვიკლო ძილი და იმის ხარჯზე ჩავიწერო ხოლმე ვიდეო. ალბათ ესეც გავაკეთებ 1-2 ალბათ, ცოტათი ადრე, სადღაც დაახლოებით 1 საათნახევრით ადრე გავიღვიძებ და ჩავწერ ვიდეოს, რა ვიცი, ესე მირჩევნია. იმიტომ რომ ხანდახან არის რომ ღამე რომ მოვდივარ, ენერგია უკვე ისე აღარ მაქვს, მინდა ხოლმე რაღაცა ჩემთვის დავისვენო, რაღაც დავიჯდე, ჩემ თავისთვის მქონდეს რაიმე დრო. გუშინ მაგალითად მეზობელი იყო შემოსული, ცოტა ხნით, დიდი ხნით არ ყოფილა. მერე თოკი გავჭიმეთ, ანუ ასე ეზოში რა, ახალი თოკი იყიდა და ის გავაკეთეთ. ხო და ესე მეგობრებო, მერე ხო სარეცხი დავრეცხე. დღეს არაფერს არ გავრეცხავ. თუ მიყურებს ვინც სარეცხის მანქანამ გვეჩუქა, აქედან დიდი მოკითხვა. ხო და ესეც მაჩუქა კიდევ. ჭურჭლის ისა დასადები. ესო რა არისო გადააგდე. არა და ეს საკმაოდ ძვირიანი ვიყიდე ადრე რა, ვინას რომ არემონტებდი და რაღაცა, მაშინ მქონდა მაგდენი საშუალება და ვიყიდე და რა ვიცი, ესე პრინციპში უკვე დაძველებულია. შეიძლება სხვანაირი რამე მოვიფიქრო. ხო, რაც შეეხება წინა ვიდეოს, მოიცადეთ ყავას მოვიტოთ. წინა ვიდეოს კომენტარებზე ეს ვანდამმა თხოვა. უпроსტად მე ვითხოვე. მათხოვე მეთქი, ძალიან მომწონს, ეს არის ნატურალური ქვები. ნახეთ, ხმა ისმის, ძალიან ის არის, სხვა შორის მძიმეა. ხო და კომენტარებზე მადლობა ყურადღებისთვის, მადლობა ესეთი თანადგომისთვის, ყველაფერი, მაგრამ შეიძლება ბევრმა არასწორად გაიგო ჩემი, ასე ვთქვათ, როგორ ვთქვათ, ნაამბობი, რაც გითხარით ხო, რაც მოგიყევით. საქმე იმაშია, რომ ვინც ალბათ უფრო ძველები არიან, ძველი მაყურებლები, დიდი ხანი ვინც მიყურებს და თუ ისე მიყურებს, რომ აი ვიდეოს რო არ გამოტოვებს, ეხლა შეიძლება ყოველდღე არა, მაგრამ რაღაცა სისტემატიური სახე რო აქვს, მაშინ ასეთ მაყურებლებს ეცოდინებათ ჩემი, ასე ვთქვათ, დამოკიდებულება და პოზიცია. საქმე იმაშია, რომ არ მინდა რომ არასწორად გაიგოთ, მე ჩემები არ აქვს მნიშვნელობა, ეს იქნება დედა, მამაც გარდაცვლილი უკვე და ასე შემდეგ, ხო, ყველას მოსდის ცხოვრებაში ხო შეცდომა და რაც, მაგრამ ამის მიუხედავად მე მიყვარს. მე ყველა მიყვარს, მე მაქსიმალურად აი რაც შემიძლია სითბოს ყურადღებას ვიჩენ და მოკლედ იმის თქმა მინდა რომ ეს არის უბრალოდ ჩემი მხრიდან არ არის რა, ესე ვთქვათ, რაღაცა ხეშობა ან რაღაცა წინააღმდეგობა და თუ როგორ ვთქვათ. მე ძალიან მიყვარს ხო. ესეა, ბავშვობიდან. ხო და თავისთავად ახლა ბევრი რაღაცები მწყინდა, ბევრი რაღაცა ტკიოდა გული, სული, მაგრამ ხო იცით, ნათქვამია რაც არ გკლავს, გაძლიერებს ხო და ჰეითერებიც იყვნენ, ერთი რამოდენიმე, მგონი 2 თუ 3 კიდევ კაი დიდება უფალს, რომ ბევრი არ იყო. ხო და ეგრევე ხო, არა, 2 იყო მგონი, იმიტომ რომ ერთი ვიცანი, ანუ მე ახალი შექმნა და ისევ შემოსისინდა და მაინც რაღაცა დაწერა და მივხვდი, რომ ეს იყო რა, იმიტომ რომ ზუსტად
იმ დღევანდელი რიცხვით იყო შექმნილი YouTube არხიდან, ძალიან რთული გამოსაცნობი არ იყო და ну, მოკლედ ეს გესლი და შხამი მეწოდებიან რაღაცნაირად გონია რომ ესეთი ადამიანი არ ჩაიხრჩოს თავისივე შხამში, იმიტომ რომ ამ დროს როცა ესეთ იმას ანუ გამოხატავს ხო, ანუ როწერს ხო, რაღაცა თავის ემოციას გამოხატავს. წარმომიდგენია რამდენი აგრესია და რამდენი სიბინძურეს გრძნობს ადამიანი მაგ დროს, ხო? არ ვიცი, წარმოდგენაც არ მინდა. ხო და შესაბამისად, ну, ალბათ, რავი, თითქოს შეჭდაბშდება ხომ რომ რაღაცა დავუშავე და რაღაც ძალიან ისეთი ნაცნო არ ვიცი, მეგობრებო, ვერ გეტყვით. ხო, დღეს კიდე ის გამიხარდა, რომ კიდე -1 კილოგრამი. მოკლედ სამსახურში არის ის სასწორი, როგორიც იყო ორნამენტში რა, ეს დიდ რაღაცებს უწონიან და მეც ხო დიდი რაღაცა, დიდი ვიღაცა და დავდგები ხოლმე, ახლა ერთი და იგივეს რომ აჩვენებდა რამოდენიმე დღე, კარგი ხანი არ დავმიყარვარ და გუშინ რაღაცნაირად მეთქი მოდი აბა დავდგები, ვნახავ გუშინ თუ დღეს აღარ მახსოვს ზუსტად, მოკლედ დავდექი და რაც ხედავს შემთვალები -1 კილოგრამი კიდევ. ძალიან მიხარია. ესე იგი, სწორ გზას ვადგავარ, ასე ვთქვათ, მოძრაობ, ეხლა აბა რას ვიზამ, ეხლა დილას რომ მივდივარ, ვიწყებ დალაგებით. ეს არის ჩემი მოვალეობა იქ. ну, მოკლედ, ცხოვრება რა საინტერესო რაღაცა, მეგობრებო, ნახეთ როგორ არის მოწყობილი. დღეს ესე ხარ, რაღაცა მოდით ესე დავარქვათ, რაღაცა როლს თამაშობ, ხო? მოკლედ, ახლა ამ ეტაპზე ვთამაშობ, ასე ვთქვათ, დიასახლისის როლს და ასე ვთქვათ, ვალაგებ, იქ ჭურჭელს ვეცხავ რაღაც, ხო? ხვალზე გრა იქნება, არავინ არ იცის, ანუ წინასწარ არ ვიცით. ну, მონდომებაზეცაა და ახლა იმაზეც, ხო? თვითონ რაც გადაწყვიტავ და ცხოვრებაც როგორ მოგიტანს ყველაფერს. მოკლედ, საინტერესოა. მთავარია იყოს ღვთისწყალობა, ჯანმრთელობა, მშვიდობა და დანარჩენი, ხო? სულ იმას ვამბობ ხოლმე, რომ პრობლემები რანაირიც არ უნდა იყოს, როგორიც არ უნდა იყოს, მოგვარებადია. ერთადერთის გარდა ეს არის გარდაცვალებულს ვერ გააცოცხლებ. დანარჩენი ცოცხალი ადამიანი ყველაფერს გააკეთებ. ну, არის იქ, რა თქმა უნდა, ცუდი გზებიც, კარგი გზებიც. ну, მე ახლა რთულ გზას ვირჩევ ცხოვრებაში, ანუ უფრო კეთილ გზას და ну, სიკეთე რთულია, რა თქმა უნდა. ახლა იოლი არის ცუდის კეთება და დამტრევა, დაანგრევა და რა ვიცი, მოკლედ. ხო. ასე რომ კარგის კეთება, საერთოდ რაღაცა კარგი რო გააკეთო ცხოვრებაში და სიკეთე რო აკეთო თუ მოკლედ რა, დადებითი პერსონაჟი რო იყო, ამისათვის დიდი ძალისხმევაა საჭირო. და თუ ბუნებით მოყვა, ну, იმდენად დიდი ძალისხმევა არ ჭირდება. მოკლედ, ეხლა ვერ ვიტყვი რომ ეს სრულად მომყვა კომპლექსში თქო, მაქვს რაღაცა მე ხო ვგზნობ ჩემ თავში რაღაცა მინუსებს და ხანდახან მაქვს ხო რაღაცა ეჭვიანი ხასიათი მაქვს რაღაცა გამეფიქრება ხოლმე, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ну, რა ვიცი, ეს ვფიქრობ ნორმალურია. მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობ ხოლმე რომ თავში ასე ვთქვათ, შემოვილაწუნო ხოლმე რა ფიქრებით და ჩემ თავს ვეუბნები, რომ არა იქნებ ზედმეც ვფიქრობ, იქნებ ესე არ არის და მოკლედ არის ესეთი ისინი, მე მგონი ყველა ადამიანს გვაქვს ეს. ხო და ესე. დღეს ну, როგორ თქვა, ეხლა რთული დღე ანუ დატვირთვის თვალსაზრისით ესეთი რა არის იცით, როცა ქალს გიყვარს სისუფთავე, როცა ქალს გაქვს იმის უნარები, ანუ
რასაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ვაკეთებთ, ხო და მით უმეტეს თუ კიდე არის იმის საშუალებები და რაღაცა, თქვათ მარტივდება, ხო? და ანუ ეხლა რო ვთქვა სახალისოა თქო, მოგატყუებთ, რაღაც მომენტებში არის, რომ არ გინდა, მაგრამ გასაკეთებელია. ხვდებით სამსახური იმითი განსხვავდება სახლისგან, რომ სახლში როცა გინდა, მაშინ გააკეთებ, არავინ არ დაყურებს ხელებზე, არავინ არ გიყურებს, რომ აი რას გააკეთებ და როგორ, ხო? ხარისხსაც არავინ ამოწმებს, ახლა სახში სიტყვაზე რაღაცა რომ ვთქვათ გამოგეპაროს, ნუ შენზეა რა მოკლედ. ხო და ეს ცოტა ეს მომენტია და ეს არის უფრო დამღლელი ის რომ გასული ხარ სახლიდან, სახლში არა ხარ რა მოკლედ და სხვანაირად გრძნობ სხვა გარემოში. თუმცა ორნაბიჯში ძალიან კაი მენეჯერი გვყავდა, როგორ მენატრება. მე წავიდა დეკრეტულის, მე საერთოდ წავიდა მაგ სფეროდან. ხო და ესე მეუბნებოდა ხოლმე, რომ თავიდანო ხო ეხლა ეჩვევიო და რაღაცა და მე აი როგორც წარმოიდგინო უნდა ისე როგორც სახლში ხარო და აი ეს ხალხი ანუ მომხმარებლები როგორც სტუმრები შემოდიანო და მართლა იცით როგორ რაღაც დროის მერე სადაც დაახლოებით 9 წლის მერე მართლა ესეთი ის მქონდა იცით აი გაშინაურებული ვიყავი ძალიან ქაურობას უკვე აი მილიმეტრებში რომ იცნობ ყველაფერს და რაღაცა სხვანაირად გრძნობ და უფრო ლაღად ხარ. მაგრამ იქ მინუსი ის არის მეგობრებო, რომ სხვადასხვა ხალხი მოდის, ყველა გელაპარაკება, ყველა რაღაცა შეკითხვას გისვავს, ცალკე ფულთან გაქვს საქმე, მერე ეს ნაკადი რიგების საჭირო ოთახში რომ მოგინდეს გასვლა ვერ გადიხარ და საჭმელსაც ვერ ჭამ სრულფასოვნად მოკლედ ჯანმრთელობას ინგრევ რა ეს მინუსი აქვს მაგ სფეროს ძალიან დიდი მინუსი და ვფიქრობ რომ არ არიან დაფასებულები ამ სფეროში ჩემი აზრით მინიმუმ 2000 ლარი მაინც უნდა გქონდეთ ხელფასი იმიტომ რომ მართლა იმსახურებენ ამ სფეროში თანამშრომლები ფაქტიურად რამდენი გადარეული შემოვა ზოგი გაღიზიანებულია, ზოგი შეიძლება კრიმინალიც იყოს, ვიღაცა შეიძლება ნაციღარი ან რაღაცა ესეთი და შარზეა და მოკლედ ხო, არ არის უსაფრთხო სამუშაო, არ არის. ხო, მოკლედ ესეთი ამბები და ეხლა დღეს ამოვიტანე ის რა ქვია, ზეთი ვიყიდე ლიბრეში და ფეირი, იმიტომ რომ დავიმთავრდა ეს დიდი მქონდა ნაყიდი და ფაქტიურად აღარაფერი არ დარჩა შიგნით. წყალიც კი ჩავასხი, რომ გაზავებულიყო და ეს პატარა ჩვეულებრივ პატარა ზომის ამოტარებო თუ ჩემო რატო წვეთავს წყალი ისხდება. ხანდა ღმერთო ესე იგი როგორ მიხარია ეს არიცხის მანქანა რაც დრო გადის უფრო და უფრო გრძნობ რამხელა რამ გვაკლდა ოჯახში ესე იგი კი ვახერხებდი შაბათ-კვირას გამქონდა ჩანთებით მქონდა ეს არეცხი დავრეცხავდი მომქონდა მაგრამ როგორ იცით აი თითქოს იმ სუფთა სამოს ვფრთხილდებოდი რაღაცნაირზე და რაღაცა გამოზოგილად როგორ თქვა გამოზოგილად ესე ვიცმევდით და მოკლედ ძალიან დიდი შეღავათი აი ყველაფერი აბსოლუტურად რაღაცა დაისურება რაღაცა ისა არა გვაქვს იმის პრობლემა და ეს საფიქრალი რომ აი მოკლედ შეაგდებ და გარეცხავ რა და სულთა იქნება მე ამოვისუნთქეთ მართლა ამოვისუნთქეთ ხო საბაზანოში კიდე ის დუშის ის ნინო რო გვაჩქა თავიდან ვერ ხმარობდი ანუ ბანაობის თვალსაზრისით იმიტომ რომ ის თვითონ სადაც ის არის მოკლედ დუშის ადგილი რა არ არის გაკეთებული ანუ უნდა გაეკეთებინა წესით ის მომეპირკეთებინა ეს ამოშენებული ქვია თუ რაც ქვია რა
და არ გააკეთა მოკლედ წავიდა და არჩივი ანუ არ მიდიოდა და არც აკეთებდა და მოკლედ ძალიან გააჭეონურა რა ეს საქმე და აი ამის მაგის გამო ვიხდი დღემდე კრედიტს და კიდე უნდა ვიხადო 2008 წლის ბოლომდე, არა, უბრალოდ 2029 წლის იანვრამდე. ანუ პირველ თვემდე რა. ხო, რა ფაქტიურად კიდევ 3 წელი. 3 წელი და 1 ხო, 3 წელი. ახლა ზუსტად ტვინი ისედაც ფათაზლი მაგრამ კიდე მუშაობს ხოლმე რომ აი დეტალებში მინდა ხოლმე დავითვალო. ხო და ესე მოკლედ ახლა გეგმაში მაქვს ძალიან ძალიან მომწონს ეს სოკანიო თუ უწერაფე სოკანი ხო სოკანის ის არის ბლენდერი როა ესეთი ოთხკუთხედი ძალიან მომწონს მოყვება თავისი ჩოფერი ანუ ჩოფერი სადაც შეიძლება ბოსტნეულიც დააკუცმაც ასევე მე მგონი ხორცაც მოერევა რამე რო იყოს ანუ აი ეს მსუბუქი ფარში რო გააკეთოს მწვანელებთან ერთად რატომაც გონია რომ მოერევა იმიტომ რომ ისეთი საკმაოდ ძლიერი ის არის ბლენდერი რა სამსახურშია ესეთი და რასაც უყურებ მე მგონი მაგის რეკლამა იყო თუ სწორად მახსოვს ბოთლს რო ჩადებენ შუშის ბოთლს და რო დაფქვავს მაგრამ არ ვიცი ახლა ეს ზუსტად ის არ იქნება მაგრამ მაგნაგვარია რა მოკლედ კარგად აკეთებს რა იმის თქმა მინდა მაგალითად ცივი ყავას აი მე არ ვიცი აი გლიასე გამახსენდა ბავშვობაში რომ გლიასე სვავდით ხოლმე ვის გახსოვთ აბა ხო და ძალიან მიყვარდა გლიასე რატო აღარ არის რატო არავინ არ აკეთებს მოკლედ საინტერესო არა და უგემრიელესი იყო ეგეთი გემოსი მე არც ერთი ისინი არ დამილევია მილკშეიკად რაღაცებს ვედა მოკლედ ხო და ესე მაქვს ჩაფიქრებული ძვირიც არ ღირს ახლა რომ ვთქვათ რომ ახლა ისეთი ფასი აქვს თქო 90 ღირს ერთ საიტზე მეორეზე 100 ლარი და ну აი თქვა ციტრუსი თუ ციტრუსი რაღაც ეგეთი საიტია და ექსტრაჯიზეა რა ვიცი ინტერნეტში რაც ნახე ეგ იყო შეიძლება უფრო იაფადაც არის ხო და ეხა ხვალ დამრჩა კრედიტის ბოლო შესატანი თანხა მე დენი უნდა დავიწყო ხო და მოკლედ აი ამ დენსა და იმის იმაში რაღაცნაირად ჩავაკვეხებ და როგორმე უნდა შევიძინო ეგ საჭიროა თან სოსოც გაერთობა რა ხილს რო ვიყიდი გააკეთებს ასე ვთქვათ და ბლენდერებს რაღაცებს გააკეთებს და დაგვეხმარება თუმცა დენის ხარჯია კიდევ ანუ ბლენდერის ჩართვა ხო დენზე ხდება ისე ხო არ არის ხო მოკლედ მაქსიმალურად მინდა რომ რაღაც ისეთი ისინი იყოს რომელიც ცოტა დენს ხარჯავს მაგალითად ვენტილატორი გვაქვს ისეთი ორი ცალი რომელიც ერთი ნატურის იმას წვავს ანუ ერთი ნატურა რო გქონდეს ჩვეულებრივი აი ძველებური ერთი ნატურა რო დავუშვათ 100-იანი ხო რო გენთოს მთელი დღე დავუშვათ აი მაგის ტოლფასია და ბევრს არ წვავს ეს ერთი ნატურა მართალია მე უკვე ყველაფერი ეკონომიურსება გადაყვანილი ერთადერთი კიდე დამრჩა ერთი პრობლემა მოსაგვარებელი ეს არის კომპიუტერის ყვების ბლოკი როგორც ჩანს მაინც რაღაცა ხო იცით ახალი გამოდის რაღაცები მოკლედ ბევრს წვავს ეგაც რა მაქვს სადარდებელი ხო ხდებით აბა კაციც მე ვარ ქალიც მე ვარ მეგობრებო მე მიწერს ამ ყველაფერზე ფიქრი და მე ვარ ამ ფინანსებია თუ რაც არის და როგორც არის მე მართავ და მე ვარ ასე ვთქვათ
თავი და თავი ფიქრიც, შემსრულებელიც და გამკეთებელიც თუ როგორ იტყვიან. მოკლედ, რუსულად არის ესე сам играю, сам танцую, сам билет продаю, რაღაცა ეგეთი. სასაცილო. ხო და ესე. კარგით, მეგობრებო, ძალიან მინდა თქვენთან კიდევ ბევრი ლაპარაკი მოგიყვეთ რაღაცეები, ვისაუბროთ რაღაცებზე. ვერავის ყურებას ვერ ვასწრებ ხოლმე, ვერ ვახერხებ. სამსახურში პატარა დრო თუ გამომიჩნდა, ესე რომ ვიდეოს ჩაუჯდე და ესე ვუყურო, არ გამოდის, იმიტომ რომ სამსახურია. დაждები და ერთხელ დავუშვათ 15-20 წუთი იჯდე გაუნձრევლად. ცოტა ისეთი ის არის რა, მე კიდე სულ არც იყოს თქვა დრამე დავუშვათ გასაკეთებელი, წამოვხტები, რაღაცას მაინც გავაკეთებ, არ შემიძლია. ესეა. ხო და პასუხისმგებლობის გრძნობა გაქვს რა ადამიანს, როცა ხარ სამსახურში. თან ახლა ისე ვერ დაждები რა დიდი ხანი, რომც იყოს დასვენების მომენტი. ხო და ესე. კარგით მეგობრებო, დაგემშვიდობებით. ვნახოთ ხვალ როგორ მოვჩანჩალდები სამსახურიდან. ახლა დღეს გავიგრძელე გზა ლიბრეში ჩავედი კიდე, იმიტომ რომ ჩვენთან ძვირია, ძალიან ძვირია. ყველაფერი თან უფრო გააძვირეს, ცოტა ნაწყენი ვარ გამყიდველზე, იმიტომ რომ ნახეთ გემშვიდობებოდით და ისე დავიწყე ლაპარაკი. მოკლედ ეს ვალზე შემახსენა, კიდე შემახსენა, მოკლედ სულ მახსენს. არა და მეგობრებო, ბევრი არა მაქვს ახლა დარჩენილი რაღაცა 18 თუ 19 ლარია და მოკლედ დამახრჩო რა, რასაც ქვია და გუშინ მეუბნება ჩემი მეზობელი, ეს კარის მეზობელი, რომ მე 100 ლარი მაქვს ოვალიო და არაფერს არ მეუბნებაო და ისე მეწყინა, ანუ გამყიდველი ის რომ, ну არ ვიცი, დღეს რო ჩავედი პურის საყიდლად, არც მივესალმე არა და მე არ მახასიათებს ესეთი რაღაცები, უბრალოდ აი დანაპირს არ გიღებსო რა, ესე ვიყავი, ისე ნაწყენი ვიყავი. ახლა როგორია 100 და დარწმუნებული ვარ სხვებს 200 ლარები და მეტიც ექნებათ, მაგრამ აი ეს მე ნახა დაბალიღობე და ასე ვთქვათ, ჩემზე იყრის ჯავს თუ რა არის, არ ვიცი. თან ახლა ისე უხეშად და რაღაცა კი არ გეუბნება, მაგრამ აი ესეთი, აუ როდის უნდა და ეს მაინც ესე რო გეუბნება, ხო, ახლა თავმოყარე ადამიანი მაინც თავს ვერ იგრძნობ ისე კარგად. კარგით, აბა დაგემშვიდობებით დღეს ამითი. და ნახოთ. ვაგრძელებ როლის თამაშს მთავარ როლში დიასახლის. კარგით, აბა გაგუცეთ.